ამ თამაშიდან აი ამ რეგიონში აღარ უნდა იყოს. ინტერესს დაკარგავს ჩვენდამი. ჩვენდამი დაკარგული აქვს უკვე. ამერიკას დაკარგული აქვს ეს ხადია, ეს ყველაზე დეტალურად ეს იყო ჩვენთან რატომღაც არავინ არ გამოქვეყნდა Washington Times-ში რო იყო 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია. ხო, ისაუბრეთ ამას. კი, ჩვენ მაგაშენი გვისაუბრეთ და დეტალურად არის იქ თუ რატომ არ აქვს ამერიკას ინტერესი საქართველოში. ეს გასაგებია, მართლაც ახლა პრინციპში ეს იყო ხო ვიცით ჩვენ რომ ბუშისთვის თავარი ინტერესი საქართველოს წარმოადგენდა, იმიტომ რომ ირანზე უნდა დაეთყა. საბედნიეროდ ვერ შეასრულა, საბედნიეროდ ეს თავისი ოცნება მაგას ძველი ინტერესები ჰქონდა. და ანგარიშები. მამამისის ქოთა ანგარიშები ჯერ ირანთან. კი, აი მამამისამდე არ დაგავიწყდეთ ის შეურაცხყოფა რაც ირანმა მიაყენა საერთოდ. კი, 444 დღე. დაპატიმრებული ყავდა ამერიკის საელჩო. კი, 444 დღე და სიცხვილი კი ამერიკას დარჩენილი აქვს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეხლა ვიეტნამზე არაფერი არა ვთქვათ. სწორედ ის არის ის შეურაცხყოფა რაც ამერიკა. კი, და ამიტომ უნდა და მოვიდა რეიგანი, გახსოვთ? გასაკვირველია, მხოლოდ მაგიტო რეიგანს ვინ აერჩევდა კინომსახიობი იყო. ცოტა ჩიდირეკია იყო საწყალი. ცოტა კი რომ მაგრა. და საბჭოთა კავშირს ეს აწყობდა და ამიტომ წერდა გაზეთებში რომ რეიგანი ასეთი და ისეთი სიამოვნებაში უნდა გენახათ თქვენ ევროპული პრესა რა წერდა რეიგანზე და მთელი სერიალი და BBC-ზე მთელი ტელესერიალი წავიდა პრეზიდენტმა ჭკუა დაკარგა ესე ერქვა სერიალს პრეზიდენტმა ჭკუა დაკარგა და აჩვენებდნენ ზის რეიგანი თავის ქალახტილი ახს და შეკარაფერი არ არის თქვა საწოლში და რაღაც ისურველებს ელაპარაკება თავის ცოლს სერიალი მიდიოდა უმეტესად საწოლში იწვა ხოლმე ხო საოცრება იყო და ამ დროს საბჭოთა კავშირში ხალხს ეგონა რეიგანი ანგრევსი ქალობა ის არის და რეიგან გორბაჩოვმა რო გადაკოცნა დაატყდა და ჩამოვიდა წითელ მოედანზე და ხო ეს ქვეყანა თუმცა სხვანაირი ყოფილა მატყუებდნენ ეს შესანიშნავი რამე ყოფილა საბჭოთა კავშირზე თქვა კი აი ასეთი იყო რეიგანი ეს რა შეიძლება. კარგი მადლობას, მადლობები და გითხრათ, საინტერესო ესე თქვა ახსენისაც მოვლენების და აი გაოცებული ვარ ათომარგი არის აი ამ მეცნიერულად. თუ ეს გელის კარგად მოგხელია მაშინ. დიდი მადლობა რომ გესურვეთ, ბატონო რამაზ კლიმბიაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, ვინც ვერ მოასწრო თავიდან მოსვენა ჩვენი საუბრისა, გიჩვენებთ დღევანდელი ალია წაიკითხო, გალე საინტერესო მოიგინებები და მინიშნებები აქვს ბატონ რამაზ. მადლობთ რომ ვისმენთ, კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის. მინდა გითხრათ რომ ბატონე ზურაბ ბაბაშიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი ბატონი ზურაბი პატრიარქის მე როგორც ვიცი დაცხოვნით წაყვა მოსკოვში ქართული საპატრიარქოს დელეგაციას ალექსი მეღვარის დაკრძალვის დროს აი იმ დღეების დეტალებზეც მინდოდა გვესაუბრა ბატონ ზურაბ და ეხლა ჩვენ პატრიარქს ჯანმრთელობის გამო არ შეეძლო ინკრონიზაციაზე მისვლა მე როგორც გავიგეთ თქვენ ახალ პატრიარქსაც ესაუბრეთ რუსეთისა და აი ამ ორივე ვიზიტის დაბეჭდილებებზე თუ შეიძლება და რა თქმა უნდა ეს არ იყო მხოლოდ ვიზიტად ეს უფრო სხვადასხვა ქონდა ამას ყოველივეს და მე არ დამოვიწყდება კაცში ვნახე მედვედევის გვერდითი და პატრიარქი ხომ ესე იყო ძალიან დიდი რაღაც ჟესტების დაფიქსირებას ცდილობდნენ კრემლის ბიჭები და აღიხსენეთ რა იყო იქ რა ხდებოდა და აი ბოლო ვიზიტზეც იგება დეტალებში რაღაც საინტერესო გაიხსენა ხო, რაც შეეხება წინა ვიზიტს ამის შესახებ დავით ბატონო ბევრი საუბარი იყო, მოკლედ ვიტყვი, ესე იგი რომ გარდაცვალებასთან ალექსი მეორის გარდაცვალების გამო ჩვენი პატრიარქი უწმინდესი გაემგზავრა მოსკოვში, მათ დიდი ხნის ურთიერთობები აკავშირებდათ და რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რუსეთის ეკლესიას სწორი პოზიცია უკავია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით. ის ცნობს უხეშად რო ვთქვათ ჩვენი ეკლესიის ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ ორ ეკლესიას შორის დიალოგი
გრძელდება. რომ არა ეს ფაქტორი, ნუ მე არ ვიცი ხრა. ბაზურა, ეს რომ არაც, ნუ უკრაინას დაკარგავენ და ბელორუსია. ხო არ მიწევს ამის. ასე რომ ეს ძალიან პრინციპული ის არის და პრაგმატული მიდგომაა. რაც პრინციპულად განსხვავდება რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკისაგან, რომელიც წლების მანძილზე ასუსტებს საქართველოს, ხელს უწყობს რეგიონებში სეპარატიზმის განვითარებას, აიარაღებს მას, ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს პოზიცია რუსეთის ეკლესიისა ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალებას იძლევა იმისა, რომ დიალოგი გაგრძელდეს სხვათა შორის ომის დროსაც აგვისტოში ეს კონტაქტები არსებობდა და რაღაცეები, ასე ვთქვათ, მან შეარბილა მეტნაკლებად იქ რაღაც ჰუმანიტარული ტვირთები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში პატრიარქის ვიზიტი შესაძლებელი გახდა ამიტომაც, რომ პირველი სკოლისო ვიმეორებ, ნუ რუსეთის პატრიარქი გარდაიცვალა და მას ჩვენი პატრიარქი უწმინდესი ძალიან დიდ პატივს სცემდა, აც გარდაცვლილი ალექსი მეორე ძალიან პატივით და ასე ვთქვათ, ძალიან დიდი სიმპათიებით ეკიდებოდა ყოველთვის ჩვენს პატრიარქს, მისი ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო რუსეთში, მე მაშინ მოსკოვში მუშაობდი და სხვათა შორის ალექსი მეორის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, როდესაც ხდებოდა აი ეს პრინციპული საკითხი რუსეთის აი მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით ომის შემდგომ პერიოდში, აგვისტოს ომი მაქვს ხედველობაში. ნუ ეხლა უკვე ახალი პატრიარქი ყავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ძალიან ჭკვიანი კაცი, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი იდეოლოგი დღევანდელი რუსეთისა, დერჟავისტული რუსეთი. ბატონო? დერჟავისტული რუსეთი. ხო, ნუ ეხლა პატრიარქი ძალიან ჭკვიანი კაცია, ვიმეორებ, მასაც დიდი, ასე ვთქვათ, გამოცდილება აქვს საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის და ის საგარეო ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა რუსეთის მოსკოვის საპატრიარქოში. ასე რომ კარგი, ასე ვთქვათ, ურთიერთობებია, მან ძალიან კარგად ისაუბრა შეხვედრის დროს ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებთან. თქვათა შორის აი რამდენიმე მინიშნება იყო საინტერესო. მან თქვა, რომ ჩვენი პოლიტიკის, ჩვენი ურთიერთობების საუფუძველი უნდა იყოს არაპოლიტიკური კონიუნქტურა, არამედ ჭეშმარიტება. როდესაც რუსეთის ეკლესიამ გადადგა ის ცნობილი ნაბიჯი, ჩვენ ხელმძღვანელობდით ჭეშმარიტების პრინციპებით და ჩვენი სიტყვა საქმეს არ უნდა აცდეს. აი ასეთი განცხადება გააკეთა, იქ ტელევიზია ესწრებოდა, ჟურნალისტები ესწრებოდა. საინტერესო ისტორია მოიგონა სხვათა შორის 1980 წელს, როგორ ესწრებოდა იგი უწმინდესთან ერთად რაღაც საერთაშორისო კონფერენცია საზღვარგარეთ. ეს ის წელია, როდესაც საბჭოთა ჯარი შევიდა ავღანეთში და მან თქვა, რომ მეო კრიტიკული შეფასება მივეცი საბჭოთა ჯარის და ერთადერთი, ვინც ხარი დამიჭირა საქართველოს პატრიარქი იყო და რის გამოც მე გადარჩა მისი რენომე. ხო. ასე რომ აი ესეთი, ასე ვთქვათ, განწყობილებები არის რუსეთის საპატრიარქოში. ისინი აფასებენ ძალიან, მან იციან ჩვენი უწმინდესის ფასი, მისი ავტორიტეტი და ამიტომ ვიმეორებ ძალიან უფრთხილდებიან ამას, იმიტომ რომ პრაგმატულად უდგებიან საქმეს და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. აი რუსეთის პოლიტიკოსებსაც რო იგივე თვისებები ქონოდათ და ჰქონდეთ, ჩვენს ქვეყნებში ამდენი პრობლემა არ იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაც ეს პრაგმატიზმი არის სწორედ ის გზა, რომელიც ყველაფერს აგვარებს, არა? არა აქვს რუსულ ეკლესიას გავლენა კრემლზე. არა აქვს, არაფერი გავლენა არ აქვს. ნუ ეხლა ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ეკლესიიდან პატრიარქი აიღებს ტელეფონს, რაღაცა ჯარი გაიყვანეთ, ეს არ არის. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი მომენტი და აი მე მაყურებლებს მინდა ვთხოვო, რომ ამას ყურადღება მიაქციონ. ეხლა ასეთი პოზიცია აქვს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს რუს პარტნიორებს. აი ასეთი პოზიცია უნდათ რომ მოგვახვიონ თავს. აი რაც იყო. ეხლა ამას უკან ხო ნაბიჯს ხო ვეღარ გადავდგამთ არა, ნუ ამხელა ქვეყანა ვართ და ვერ გაგვიგებენ და მოდით ეხლა ეს ამბავი დავივიწყოთ და ეხლა ვიმეგობროთ.